ძიძა ბავშვს კისრით ათრევდა, ფრჩხილებს ისე უჭერდა, რომ სისხლის დიოდა. 2 წლის ბავშვის ბებია საბავშვო ბაღში ძალადობის შესახებ წერს. ლიკა მახარაშვილი აცხადებს, რომ მცირეწლოვანი 1 თვის განმავლობაში სახლში დაზიანებებით ბრუნდებოდა. ბებიის თქმით, ბაღის დირექტორი მომხდარის გამართლებას ბავშვების კონფლიქტისა და თვითდაზიანებების ვერსიით ცდილობდა. ბოლოს კამერები გამოძიებამ მოიღო, სადაც ბავშვზე ძალადობის მძიმე ფაქტები იყო დაფიქსირებული. არ ვაპირებთ მორჩილება გამოუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ხვალდაგეგმილი მარშის გეგმა უცვლელია. ალიანსი მოქალაქეებთან ერთად 7 საათზე თესეუსთან შეიკრიბება და მსვლელობით პარლამენტთან მივა. ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ. ისრისი უფლებაც გვაქვს, თქვა კოალიცია აცვლებისთვის ლიდერმა. ყობახიძე ირწმუნება, რომ 2025 წელს სიღარიბე საქართველოს 90,000-მა მოქალაქემ დაძლია. დასაქმების შემცირება კი სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის გაუქმებით ახსნა და მას უსარგებლო უწოდა. სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, თქვა ყობახიძემ. კორონას შემდეგ თუ ვინმეს გაეზარდა შემოსავალი, რატომ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფოს რესურსი? ასე ახსნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ყობახიძის გადაწყვეტილება, რომელიც სოცდაუცველთა ბაზებიდან იმ ოჯახების ამოღებას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავალიც 1250 ლარს აღემატება.